გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფაროვა ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. რა უნდა იცოდეთ ვირუსებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების შესახებ? როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ ვირუსული ინფექცია? ცივ სეზონზე ვირუსთა გარკვეული ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურდება, ამასთან ერთად ზამთარში გაცილებით მეტი დროის გატარება გვიწევს დახურულ სივრცეში, რაც ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ავადობის სიხშირე განსაკუთრებით დიდია ბავშვებში, რადგან მათ მეტად უჭირთ ჰიგიენური ნორმებისა თუ სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების დაცვა. რა ვირუსებია ცივ სეზონზე ბავშვებში ყველაზე გავრცელებული, როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათგან გამოწვეულ დაავადებებს და როგორია მათი პრევენციის გზები. ამ თემაზე სასაუბრობთ პედიატრი ოჯახის ექიმი ხათუნა მორჩილაძე. მოვიძიეთ, გამარჯობა ხათუნა, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. პირველ რიგში რაც ძალიან მჭირდება ნებისმიერ ასაკში. ხათუნა, ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხებთ ვირუსებს. პირველ რიგში, რა ვირუსი ცირკულირებს დღეს საქართველოში? ალბათ ყველას ირგვლივ არის ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს მომატებული ტემპერატურა, რომელიც იშვიათად ექვემდებარება დაწევას, გახანგრძლივებული ტიპის ხველა, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში. ეს არის ის ძირითადი სიმპტომები, რომელიც ამჟამად მიმდინარე ვირუსულ ინფექციას ახასიათებს და მოდით მე ვიქნები დღეს თქვენთან, თქვენი გადაცემის საშუალებით ის მაკავშირებელი მშობლებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა და ვეცდებით კარგად ავუხსნათ ისე, რომ ზედმეტად არც იღელონ, არც ინერვიულონ იმ საკითხზე, რომ ეს შეიძლება ყველაფერი მართვადი არის, როგორი ტიპით მართონ, როგორ დაეხმარონ ბავშვებს და თავიანთ თავს. მაშინ დავიწყოთ თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გადამეორება ერთგვარი აუცილებელია ამ საკითხის განსაკუთრებით მშობლებისთვის. როგორ ვრცელდება ხათუნა ვირუსი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისმის კითხვა, რომ აი პირობითად დავყოთ ბავშვები, რომლებიც დადიან თუნდაც სკოლაში, თუნდაც ბაღში და არ დადიან არც სკოლაში და არც ბაღში, ანუ სახლში არის ბავშვი და იცივდება, ანუ როგორ? რანაირად? მაგრამ იმასაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ვირუსის მატარებლები, არაფერი არ გვჭირდეს, მარტივად გადავიტანოთ ეს ყველაფერი და ანუ ბავშვს მაინც გადავადოთ, ხო, შეიძლება საერთოდ ვერ გრძნობდეთ ამას. ვირუსის გავრცელება ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე ხდება კონტაქტური და ჰაერწოთოვანი გზით, ანუ დაინფიცირებული ადამიანის შეიძლება ნივთებთან, ანუ კონტამინირებულ ნივთებთან შეხებითაც მოხდეს ამით გადატანა. რაც შეეხება უკვე ვირუსის მტარებლობას, თქვენ დაგემართოთ, ანუ მსუბუქი ფორმით შესაძლებელი არის და გადამტანი ნამდვილად შეიძლება, ანუ თქვენი ნივთები, თქვენი ხელის შეხებით, ასეთი სიტუაციით შეიძლება გადადება მოხდეს, რა თქმა უნდა, ირგვლივ ნებისმიერ ვისთანაც კონტაქტი გაქვთ. სკოლებზე და ბაღის ბავშვებზე, ანუ ეს ძირითადად არის დახურული სივრცეები, უფრო მობილობა დღეს ძალიან ისეთი არის და აქტიური არის და თავისუფალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თავშეყრის ადგილები, დახურული სივრცეები, კი ბატონო. ეს სადაც უფრო აქტიურად ვრცელდება ვირუსი. ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ ინფექციის შესახებ, იმიტომ რომ გონია რომ მხოლოდ ეს გაციება ვირუსია, გრიპია თუ სურდოა და იმისიქეთ გონია არაფერი არ ვიცით, ხო? უფრო კონკრეტულად რო გითხრათ და უფრო მთავარი მესიჯი რო მოგვაწოდოთ, რა უნდა ვიცოდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვირუსული ინფექციისა და ჩვეულებრივ გაციებას შორის მარტივი განსხვავება, ანუ მშობლებს მინდა მივაწოდო ეს ინფორმაცია, როგორ შეიძლება განვასხვაოთ. თუ კი ბავშვი არის მივარდნილი, ანუ იმაზე მეტად არის დაუშვათ, ვიდრე არ არის აქტიური, ვიდრე იყო დაუშვათ რამდენიმე დღის განმავლობაში, ან ბოლო დღეს ძილის წინ და თუ კი აქვს ესეთი ტიპის ნიშნები გამონადენი ცხვირიდან და ყველა ან რაღაცა სიმპტომი მსგავსი სუბუქად მიმდინარე, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ გაციება, მაგრამ თუ დაემატება ეს მივარდნილობა, თუ დაემატება თავის ტკივილის სახსრებში, ესე იგი უკვე რაღაც ვირუსული ინფექცია. ამ შემთხვევაში მაინც მშობელი უნდა იყოს
კავშირში ექიმთან, იმიტომ რომ ეს არის ექიმის აკადემიური მართვა, ანუ სწორი იქნება დიაგნოსტის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეხება 0-დან 6 თვემდე და 5 წლამდე ბავშვებს, რომელიც აუცილებელია დედას კონდეს კონტაქტი, რომ რამე არ გამოხდეს, არ გამოეპაროს, ის ძირითადი სიმპტომი, რადგან პირველი 48 საათის განმავლობაში სწორი ვირუსული მკურნალობა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში საქართველოში თავისუფლად აქტიურად შეიძლება მოვიპოვოთ ოსელტამივირის სახით, არის გართულებების საკმაოდ კარგი პრევენცია. ხათუნა, რას ფიქრობთ გართულებებთან დაკავშირებით? შეიძლება მაგალითად პირობითად რო ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ვირუსი ალაგდეს 7 დღის განმავლობაში, მაგრამ თავი იჩინოს მაგალითად 1 თვის შემდეგ რაიმე გართულებამ და ანუ გართულებას გულისხმობ იმას, რომ ანუ ხველა, თამდევი ხველა, რომელიც თვეების განმავლობაში ეს როგორც პატარებში, ასევე მოზრდილებშიც არის, ახლა ირგული რა ვირუსებიც არის, ანუ ხშირად გვესმის, ხო, რომ ანუ დაუტოვა მაგალითად ბავშვს ითხრიანი ხველა, კუნთების ტკივილი, ქოშინი და ფილტვების გართულებები. ანუ ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? სანამ ამ გართულებებს უფრო მეტად გავამახვილებთ ამ სიმპტომებს აუცილებლად მოგახსენებთ კიდევ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია ის რისკ ჯგუფები და კატეგორია რომელიც ეს ვირუსი შეიძლება ჩვეულებრივად ყველამ გადავიტანოთ და არის ეს ნორმა იმიტომ რომ ვირუსი სახეცვალებადი არის ყოველ წელიწადს და მნიშვნელოვანი არის ოქტომბრის თვიდან იწყება ვაქცინაცია და ამის შესახებ საკმაოდ ხმამაღლა ცხადდება ჟღერდება რომ მოდი გავაკეთოთ კი ბატონო ვაქცინაციაზე ეს არის ერთ-ერთი ბუნებრივად მიღებული იმუნიტეტი, რომელიც ყოველს გვჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით აი ეს ასაკი, რომელიც არის 1 წლამდე, 5 წლამდე, 65 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ დროულად გააკეთონ ვაქცინაცია და შემდგომ პირველივე სიმპტომებიდან მიმართონ თავიანთ ექიმს, რომ მოხდეს სწორი რეაგირება და სწორი დაწყებული მკურნალობა. გართულებები ახლა რაც შეეხება, შეიძლება აი ხა ამ ეტაპზე როგორი ვირუსიც მიმდინარეობს, ეს არის ღორის გრიპის დასახელებით, ანუ H1N1 აქტიურია, თუმცა რამოდენიმე მიკრობი არის ერთდროულად, შეიძლება იყოს ადენოვირუსიც, რინოვირუსიც, კოქსაკის ვირუსიც, კოქსაკის ვირუსი, ანუ კოქსაკის ვირუსიც, კი ბატონო, ვისაუბროთ ამაზეც, იმიტომ რომ ესეც ვირუსების ჯგუფია, ხოლო ენტეროვირუსის არაენტერიტით მიმდინარე, არამედ ენტეროვირუსის ერთ-ერთი ფორმაა, მიმდინარეობს ეს მიმდინარე ცირკულაცია მაინც ეხლა, რომელიც არის ესე იგი ნოემბრის თვიდან დაწყებული და ეხლა პიკს აღწევს თავისი სეზონურობით, ეს არის ეს გრიპის ვირუსი. რადგან ჩვენ ასევე კავშირი გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომელიც ამ ინფორმაციას გვაწოდებს, ანუ ეხლა არის ფაქტიურად გაორმაგებული 50% არის პაციენტების, რომლებიც არის ჰოსპიტალიზირებული, არის ამ ვირუსით დაავადებული თავის გართულებებით. ვირუსი გასაგებია, რომ არის სხვა ტიპის მკურნალობა, მაგრამ თუ კი რთულდება, გართულება შეიძლება იყოს პნევმონია, შეიძლება იყოს ბრონქიოლიტი, შეიძლება იყოს ოტიტები, ანუ ბავშვების 2 წლამდე შემთხვევაში შეიძლება იყოს ანუ ქვედა სასუნთქი გზების სხვა ტიპის გართულება. ხათუნა, ისევ მინდა დაუბრუნდე ვაქცინაციას, იმიტომ რომ მოდით შევთანხმდეთ, თქვენზე უკეთესად არავინ არ იცის, ვირუსი იყო, არის და ყოველთვის იქნება, ხო? და იმიტომ არის არ შემიძლია ეს კითხვა რომ არ დაგისვათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ მშობლები ანუ ისეთი მითები არის, მოდით, მითი დავარქვათ, როდესაც არ უკეთებენ ბავშვს, ხო? ანუ რა ხდება აი მაგ დროს? ანუ თქვენთან მოსული პაციენტს როგორ შეიძლება რომ ეს აზრი შეუცვალოთ, რომ აუცილებელი არის ვაქცინაცია და ეს არის უკაცრავად კაცობრიობის ისეთი მიღწევა, რომ ალბათ, რავი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამაზე უკეთესი, თუნდაც მე 21 საუკუნეში შეიქმნას, ხო? თქვენთან მოსულ პაციენტს კიდევ ერთხელ მინდა ეს აღვნიშნო, რომ ანუ როგორ შეიძლება ის, რომ ანუ ადამიანი რაღაცნაირად სკეპტიკურად არის ამ საკითხთან დაკავშირებით, არ უკეთებს, ანუ ჩემი აზრით ეს დანაშაულია, ხო? შეიძლება ხმამაღალი და ცუდი განცხადება, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ბავშვის ჯანმრთელობაზეა საუბარი, ხო? ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო სრულად მინდა ვისაუბროთ.
კი, ბატონო, მკურნალობა ზოგადად ვირუსის არის იმუნური სისტემის, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო დიდი როლი არის იმუნური სისტემა. როგორ შეიძლება ხეს გავააქტიუროთ? ეს არის, რომ მუდმივად უნდა იყოს რეჟიმი სწორი, კვება, ჩვეულებრივი ისეთი ნუტრიენტებით, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ისეთი მიკროელემენტები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მაგრამ თუ ესეთი არ გვაქვს პირობა, მართალია, რომ ვირუსი მუდმივად ცირკულირებს სახე-სიცოცხლის ყოველწლიურად, იმიტომ რომ ეს შესაბამისად ვაქცინას ყოველწელს სხვადასხვა არის, ხო? ვაქცინას შესაბამისად იცვლება და ამაზე კარგი საშუალება, რომელიც არის, ეს არის ვაქცინაცია აი მოწყობილ ჯგუფებში, რომელიც ჩვენ უკვე დავასახელეთ, 0-დან 5 წლამდე აი სასაკობრივი ჯგუფები დაავადების მქონე ადამიანები, აუცილებელია რომ მოხდეს მათი ვაქცინაცია. ანუ ანტივაქსერები, ეს ახლა სიტყვა ესე რომ გავაჟღერო ცოტა ისეა, მაგრამ არიან, რა თქმა უნდა. მე მესმის მშობლების, იმიტომ რომ მეც მაქვს ურთიერთობა მშობლებთან და საშიშროებას რაში ხედავენ? მშობლების, ანუ ძირითადად უფრო ხელავენ, ნერვიულობენ იმაზე და ჩვენ იმიტომაც ვართ, რომ დავამშვიდოთ, რომ ამისთვის არ არსებობს რაღაც ზედმეტი, ანუ ვუხსნი როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ფაქტიურად გრიპის ვირუსზე არც არის არანაირი გართულება არ ყოფილა. შეიძლება უკავშირებენ იმ გამოცდილებას, რომელიც COVID-თან მიმართებით იყო და ეს აბსოლუტურად სულ სხვა და უახლესი ისტორია, რაც ძალიან ბევრი უახლესი ისტორია, ეპიდემია იყო, რომელიც თუმცა ვიტყვი რომ COVID-მა შეცვალა რაღაცეები, რომელიც დაავადება, აი როგორც ეხლა ხო ხშირია, აი ეს იგივე გართულებები, იგივე თითქოს რომ ვირუსი შემოbrunდა მსგავსი იმით მიმდინარეობით, ეს შეიძლება იმ COVID-ის გადატანის შემდეგ წლის მანძილზე რაც ცირკულირებდა დაუშვათ 5-ჯერ 6-ჯერ გადაიტანდა ბავშვი, ეხა მოუწია ამის უფრო ხშირად, უფრო ახლო პერიოდში გადატანა. ადენოვირუსს კიდე ახასიათებს აი ეს განმეორება დაუშვათ თითქოს ჩამთავრდა, თითქოს რაღაცა, მაგრამ ახლიდან დაიწყო, კი. ხათნა, რა დროს არ შეიძლება მაგალითად ვაქცინის გაკეთება, რა ჯგუფები არის ესეთი, მაგალითად რომ აი პირობითად რომ თქვა დღეს არ შეიძლება, ან ერთი თვის შემდეგ უნდა გაკეთეს. მაგალითად აქვს ბავშვს რაიმე დაავადება და არ შეიძლება, ანუ ეს სწორად გისმევთ ამ შეკითხვას, ხო შეიძლება, ხო? კი, მადლობა ამ შეკითხვისთვის, არ არსებობს ამაზე უკუჩვენება ესეთი. იმიტომ რომ ეს უფრო მეტად გართულება რაც შეიძლება გამოიწვიოს იმ მოწყობილ ჯგუფში. აქ ამაზეა საუბარი, თორე შეიძლება მე და თქვენ გადავწყვიტოთ, ნუ გავუშვათ თუ არ ვიტყვი იმას, რომ ეს სამედიცინო პერსონალი ვარ და შეხება დიდი მაქვს და ეს აუცილებელია სამედიცინო კითხვა, რომ აი პირობითად დავყოთ ბავშვები, რომლებიც დადიან თუნდაც სკოლაში, თუნდაც ბაღში და არ დადიან არც სკოლაში და არც ბაღში, ანუ სახლში არის ბავშვი და იცივდება, ანუ როგორ? რანაირად? მაგრამ იმასაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ვირუსის მატარებლები, არაფერი არ გვჭირდეს. მარტივად გადავიტანოთ ეს ყველაფერი და ანუ ბავშვს მაინც გადავადოთ, ხო? შეიძლება საერთოდ ვერ გრძნობდეთ ამას. ვირუსის გავრცელება ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე ხდება კონტაქტური და ჰაერწოთოვანი გზით, ანუ დაინფიცირებული ადამიანის შეიძლება ნივთებთან, ანუ კონტამინირებულ ნივთებთან შეხებითაც მოხდეს ამით გადატანა. რაც შეეხება უკვე ვირუსის მტარებლობას, თქვენ დაგემართოთ, ანუ მსუბუქი ფორმით შესაძლებელი არის და გადამტანი ნამდვილად შეიძლება, ანუ თქვენი ნივთები, თქვენი ხელის შეხებით, ასეთი სიტუაციით შეიძლება გადადება მოხდეს, რა თქმა უნდა, ირგვლივ ნებისმიერ ვისთანაც კონტაქტი გაქვთ. სკოლებს და ბაღის ბავშვებზე, ანუ ეს ძირითადად ეს არის დახურული სივრცეები, უფრო მობილობა დღეს ძალიან ისეთი არის და აქტიური არის და თავისუფალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თავშეყრის ადგილები, დახურული სივრცეები, კი ბატონო. ეს სადაც უფრო აქტიურად ვრცელდება ვირუსი. ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ ინფექციის შესახებ, იმიტომ რომ გონია რომ მხოლოდ ეს გაციება ვირუსია, გრიპია თუ სურდოა და იმის იქეთ გონია არაფერი არ ვიცით, ხო? უფრო კონკრეტულად რო გითხრათ და უფრო მთავარი მესიჯი რო მოგვაწოდოთ, რა უნდა ვიცოდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვირუსული ინფექციისა და ჩვეულებრივ გაციებას შორის მარტივი განსხვავება, ანუ მშობლებს მინდა მივაწოდო ეს ინფორმაცია, როგორ შეიძლება განვასხვაოთ. თუ კი ბავშვი არის მივარდნილი, ანუ იმაზე მეტად არის დაუშვათ, ვიდრე არ არის აქტიური, ვიდრე იყო დაუშვათ რამდენიმე დღის განმავლობაში, ან ბოლო დღეს ძილის წინ და თუ კი აქვს ესეთი ტიპის ნიშნები გამონადენი ცხვირიდან და ყველა ან რაღაცა სიმპტომი მსგავსი სუბუქად მიმდინარე, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ გაციება, მაგრამ თუ დაემატება ეს მივარდნილობა, თუ დაემატება თავის ტკივილის სახსრებში, ესე იგი უკვე რაღაც ვირუსული ინფექცია. ამ შემთხვევაში მაინც მშობელი უნდა იყოს კავშირში ექიმთან, იმიტომ რომ ეს არის ექიმის აკადემიური მართვა, ანუ სწორი იქნება დიაგნოსტის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეხება 0-დან 6
თვემდე და 5 წლამდე ბავშვებს, რომელიც აუცილებელია დედას კონდეს კონტაქტი, რომ რამე არ გამოხდეს, არ გამოეპაროს, ის ძირითადი სიმპტომი, რადგან პირველი 48 საათის განმავლობაში სწორი ვირუსული მკურნალობა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში საქართველოში თავისუფლად აქტიურად შეიძლება მოვიპოვოთ ოსელტამივირის სახით, არის გართულებების საკმაოდ კარგი პრევენცია. ხათუნა, რას ფიქრობთ გართულებებთან დაკავშირებით? შეიძლება მაგალითად პირობითად რო ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ვირუსი ალაგდეს 7 დღის განმავლობაში, მაგრამ თავი იჩინოს მაგალითად 1 თვის შემდეგ რაიმე გართულებამ და ანუ გართულებას გულისხმობ იმას, რომ ანუ ხველა, თამდევი ხველა, რომელიც თვეების განმავლობაში ეს როგორც პატარებში, ასევე მოზრდილებშიც არის, ახლა ირგვლივ რა ვირუსებიც არის, ანუ ხშირად გვესმის, ხო, რომ ანუ დაუტოვა მაგალითად ბავშვს ითხრიანი ხველა, კუნთების ტკივილი, ქოშინი და ფილტვების გართულებები. ანუ ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? სანამ ამ გართულებებს უფრო მეტად გავამახვილებთ ამ სიმპტომებს აუცილებლად მოგახსენებთ კიდევ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია ის რისკ ჯგუფები და კატეგორია რომელიც ეს ვირუსი შეიძლება ჩვეულებრივად ყველამ გადავიტანოთ და არის ეს ნორმა იმიტომ რომ ვირუსი სახეცვალებადი არის ყოველ წელიწადს და მნიშვნელოვანი არის ოქტომბრის თვიდან იწყება ვაქცინაცია და ამის შესახებ საკმაოდ ხმამაღლა ცხადდება ჟღერდება რომ მოდი გავაკეთოთ კი ბატონო ვაქცინაციაზე ეს არის ერთ-ერთი ბუნებრივად მიღებული იმუნიტეტი, რომელიც ყველას გვჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით აი ეს ასაკი, რომელიც არის 1 წლამდე, 5 წლამდე, 65 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ დროულად გააკეთონ ვაქცინაცია და შემდგომ პირველივე სიმპტომებიდან მიმართონ თავიანთ ექიმს, რომ მოხდეს სწორი რეაგირება და სწორი დაწყებული მკურნალობა. გართულებები ახლა რაც შეეხება, შეიძლება აი ხა ამ ეტაპზე როგორი ვირუსიც მიმდინარეობს, ეს არის ღორის გრიპის დასახელებით, ანუ H1N1 აქტიურია, თუმცა რამოდენიმე მიკრობი არის ერთდროულად, შეიძლება იყოს ადენოვირუსიც, რინოვირუსიც, კოქსაკის ვირუსიც, კოქსაკის ვირუსი, ანუ კოქსაკის ვირუსიც კი ბატონო, ვისაუბროთ ამაზეც, იმიტომ რომ ესეც ვირუსების ჯგუფია, ხოლო ენტეროვირუსის არაენტერიტით მიმდინარე, არამედ ენტეროვირუსის ერთ-ერთი ფორმაა. მიმდინარეობს ეს პრობლემა, ეს მიმდინარე ცირკულაცია მაინც ეხლა, რომელიც არის ესე იგი ნოემბრის თვიდან დაწყებული და ეხლა პიკს აღწევს თავისი სეზონურობით, ეს არის გრიპის ვირუსი. რადგან ჩვენ ასევე კავშირი გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომელიც ამ ინფორმაციას გვაწოდებს, ანუ ეხლა არის ფაქტიურად გაორმაგებული 50% არის პაციენტების, რომლებიც არის ჰოსპიტალიზირებული, არის ამ ვირუსით დაავადებული თავის გართულებებით. ვირუსი გასაგებია, რომ არის სხვა ტიპის მკურნალობა, მაგრამ თუ კი რთულდება, გართულება შეიძლება იყოს პნევმონია, შეიძლება იყოს ბრონქიოლიტი, შეიძლება იყოს ოტიტები, ანუ ბავშვების 2 წლამდე შემთხვევაში შეიძლება იყოს ანუ ქვედა სასუნთქი გზების სხვა ტიპის გართულება. ხათუნა, ისევ მინდა დაუბრუნდე ვაქცინაციას, იმიტომ რომ მოდით შევთანხმდეთ, თქვენზე უკეთესად არავინ არ იცის, ვირუსი იყო, არის და ყოველთვის იქნება, ხო? და იმიტომ არის არ შემიძლია ეს კითხვა რო არ დაგისვათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ მშობლები ანუ ისეთი მითები არის, მოდით, მითი დავარქვათ, როდესაც არ უკეთებენ ბავშვს, ხო? ანუ რა ხდება აი მაგ დროს? ანუ თქვენთან მოსული პაციენტს როგორ შეიძლება რომ ეს აზრი შეუცვალოთ, რომ აუცილებელი არის ვაქცინაცია და ეს არის უკაცრავად კაცობრიობის ისეთი მიღწევა, რომ ალბათ, რავი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამაზე უკეთესი, თუნდაც მე 21 საუკუნეში შეიქმნას, ხო? თქვენთან მოსულ პაციენტს კიდევ ერთხელ მინდა ეს აღვნიშნო, რომ ან როგორ შეიძლება ის, რომ ანუ ადამიანი რაღაცნაირად სკეპტიკურად არის ამ საკითხთან დაკავშირებით არ უკეთებს, ან ჩემი აზრით ეს დანაშაულია, ხო? შეიძლება ხმამაღალი და ცუდი განცხადება, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ბავშვის ჯანმრთელობაზეა საუბარი, ხო? ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო სულად მინდა ვისაუბროთ. კი, ბატონო, მკურნალობა ზოგადად ვირუსის არის იმუნური სისტემის, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო დიდი
დიდი როლი არის იმუნური სისტემა, როგორ შეიძლება ხეს გავააქტიუროთ. ეს არის რომ მუდმივად უნდა იყოს რეჟიმი სწორი, კვება, ჩვეულებრივი ისეთი ნუტრიენტებით, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ისეთი მიკროელემენტები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მაგრამ თუ ესეთი ის არ გვაქვს პირობა, მართალია რომ ვირუსი მუდმივად ცირკულირებს, სახეს იცვლის ყოველწლიურად, იმიტომ რომ ეს შესაბამისად ვაქცინას ყოველწელს სხვადასხვა არის, ვაქცინას შესაბამისად იცვლება და ამაზე კარგი საშუალება, რომელიც არის. ეს არის ვაქცინაცია აი მოწყვლად ჯგუფებში, რომელიც ჩვენ უკვე დავასახელეთ, 0-დან 5 წლამდე აი სასაკობრივი ჯგუფები დაავადების მქონე ადამიანები, აუცილებელია რომ მოხდეს მათი ვაქცინაცია. ანუ ანტივაქსერები, ეს ახლა სიტყვა ესე რომ გავაჟღერო ცოტა ისია, მაგრამ არიან, რა თქმა უნდა. მე მესმის მშობლების, იმიტომ რომ მეც მაქვს ურთიერთობა მშობლებთან და საშიშროებას რა შეხედავენ? მშობლების, ანუ ძირითადად უფრო ხელავენ, ნერვიულობენ იმაზე და ჩვენ იმიტომაც ვართ, რომ დავამშვიდოთ, რომ ამისთვის არ არსებობს რაღაც ზედმეტი, ანუ ვუხსნი როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ფაქტიურად გრიპის ვირუსზე არც არის არანაირი გართულება არ ყოფილა. შეიძლება უკავშირებენ იმ გამოცდილებას, რომელიც COVID-თან მიმართებით იყო და ეს აბსოლუტურად სულ სხვა ისტორია, რაც ძალიან ბევრი უახლესი ისტორია, ეპიდემია იყო, რომელიც თუმცა ვიტყვი რომ COVID-მა შეცვალა რაღაცეები, რომელიც დაავადება, აი როგორც ეხლა ხო ხშირია, აი ეს იგივე გართულებები, იგივე თითქოს რომ ვირუსი შემოbrunდა მსგავსი იმით მიმდინარეობით, ეს შეიძლება იმ COVID-ის გადატანის შემდეგ წლის მანძილზე რაც ცირკულირებდა დაუშვათ 5-ჯერ 6-ჯერ გადაიტანდა ბავშვი, ეხლა მოუწია ამის უფრო ხშირად, უფრო ახლო პერიოდში გადატანა. ადენოვირუსს კიდე ახასიათებს აი ეს განმეორება დაუშვათ თითქოს ჩამთავრდა თითქოს რაღაცა, მაგრამ ახლიდან დაიწყო, კი. ხათუნა, რა დროს არ შეიძლება მაგალითად ვაქცინის გაკეთება, რა ჯგუფები არის ესეთი, მაგალითად რომ აი პირობითად რომ თქვა დღეს არ შეიძლება, ან ერთი თვის შემდეგ უნდა გაკეთეს. მაგალითად აქვს ბავშვს რაიმე დაავადება და არ შეიძლება, ანუ ეს სწორად გისმევთ ამ შეკითხვას, ხო შეიძლება, ხო? კი, მადლობა ამ შეკითხვისთვის, არ არსებობს ამაზე უკუჩვენება ესეთი. იმიტომ რომ ეს უფრო მეტად გართულება რაც შეიძლება გამოიწვიოს იმ მოწყვლად ჯგუფში. აქ ამაზეა საუბარი, თორე შეიძლება მე და თქვენ გადავწყვიტოთ, ნუ გავუშვათ თუ არ ვიტყვი იმას, რომ მე სამედიცინო პერსონალი ვარ და შეხება დიდი მაქვს და ეს აუცილებელია სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ვაქცინირებული და თვითონაც თვლის ამათ, რომ ეს მნიშვნელოვანია და ის ჯგუფი, რომელიც უფრო მიმღებია, უფრო გართულებებისკენ მიდრეკილია, უმჯობესია რომ იყოს აცრილი, იმიტომ რომ აცრის შედეგად არანაირი ვაქცინაციის, იმუნიზაციის შედეგად არ აქვს არანაირი გართულება. არანაირი, ვიდრე ის, რაც შემდგომ შეიძლება აი ამ გამას მოყვეს. ხო, ხშირ შემთხვევაში ხათუნა მესმოდა ესეთი, ანუ COVID-ზე მინდა უფრო, იმიტომ რომ ეს ერთგვარად ვაიგივებ ამ თემას, ანუ როგორც კი გავიკეთე მაგალითად აცრა, ესე ამბობენ, ეგრევე გავხდი ავად. ანუ იმასაც არ ვუშვებთ, რომ შეიძლება უკვე ჩვენ ვიყავით ვირუს მატარებელი და იმ დროს ალბათ არასწორ დროს გავიკეთეთ ვაქცინა და იმიტომ ესე ვთქვათ, დამემართა COVID-ი, აქედან გამომდინარე, ესე იგი იმუნური სისტემა იყო ესე ვთქვათ დაბალი ჩვენი, ავად ვიყავით და ამან გააღვივა, ხო? ესეთ მარტივად რო გითხრათ და ეხლა მინდა სამედიცინო ენით მინდა რომ ამიხსნათ, ანუ რა ხდება იმ დროს, როდის უნდა გავიკეთოთ ზოგადად აცრა, ვიცით ყველა მშობელმა იცის რომ მაგალითად ბავშვი არ უნდა იყოს ავად, არ უნდა ქონდეს სიცხე და მომზადებული უნდა იყოს ამისთვის, ხო? ხო, სწორად გეუბნებით. კი. და კიდევ მინდა ერთ ძალიან ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან ესე საპასუხისმგებლო კითხვა არის, ალბათ ყოველ ნებისმიერ მშობელმა უნდა იცოდეს ეს მედიკამენტების სწორი მიღება. ანუ, როდესაც მესმის, რომ მშობელი ნერვიულობს, როდესაც ბავშვს აქვს სიცხე, მაგრამ მედიკამენტის სწორი მიღებაც აუცილებელია, ხო? როდის უნდა დავიწყოთ მედიკამენტური მკურნალობა და როგორი მედიკამენტები თავის შევიკავოთ დასახელებისგან, რა თქმა უნდა, მაგრამ რა უნდა იცოდეს ამ დროს მშობელმა? ვაქცინაციასთან დაკავშირებით ის პირველი გზელი კითხვა გამომივიდა, დიახ. ვაქცინაციასთან და იქ დავაკავშიროთ, აბსოლუტურად განსხვავებული იყო, იმიტომ რომ ეს იყო პირველად, რომელიც შეიქმნა და ეს იყო სოფლიო ისტორიაში პირველი ვაქცინა, რომელიც იყო COVID-ის საწინააღმდეგო, საკმაოდ დიდი ლეტალობით იყო COVID-ი. თქვენ კარგად გვახსოვს, იმიტომ რომ 3% ლეტალობა იყო განსაკუთრებით პირველი დელტა შტამი. ვერ შევადარებთ ვერანაირად გრიპის ვირუსს, იმიტომ რომ გრიპის ვირუსი შეიძლება თავის მიმდინარეობით არის დაუშვათ საზიანო, მხოლოდ აი იმ პირებში, რომლებიც იმუნური სისტემა აქვს დაქვეითებული, მაგრამ ვაქცინაცია
ამისთვის ზუსტად გვეხმარება და ეს უკვე არის გამოცდილი წლების მანძილზე მიმდინარე საკმაოდ კარგი ეფექტურობით სარგებლობს. აი ნახეთ დღევანდელ დღეს აღწერილობა რომელიც და მონაცემები გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრში, იმიტომ რომ სტაციონარებიდან გადაეცემა ეს ინფორმაცია ყოველდღიურად. აი ვისაც ეხა დღევანდელ დღეს აქვს გართულება, არც ერთი არ არის ვაქცინირებული. წარმოიდგინეთ, არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, გართულებული შემთხვევა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამაზე უფრო უკეთესი ბუნებრივი საშუალება, დამცავი ბუნებრივი იმუნიტეტი არ არსებობს. ასე რომ თავისუფლად შეიძლება გაუკეთდეს ბავშვებს, იგივე იმ ჯგუფებში და დედებს ამისთვის ნუ შეეშინდებათ და იქნებიან მზად ამისთვის. ეს დიდი პრობლემა ხათუნე ჩემი აზრით ის არის, რომ ამ დროს მეზობელი, ნათესავი და ახლობელი ხდება ჭყალებში ექიმი და უფრო მრჩეველი და უფრო რაღაცნაირად ანუ მესმის, როდესაც ელემენტარულად მშობელი ეკითხება, მაგალითად თავის მეგობარს, რომ აი შენ შვილს როგორ ქონდა და შეიძლება იდენტური ნიშნები ქონდეთ ბავშვებს, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ არ უნდა წავიყვანოთ ექიმთან და ყველა ბავშვი როგორც ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და შეიძლება სხვადასხვანაირად გადავიტანოთ ნებისმიერი დაავადება და შემდეგ რაღაცა ისეთი მოხდეს ორგანიზმში ცვლილება და იგივე შეიძლება მედიკამენტის მიღებაც ხო შეიძლება ერთს მოუხდეს, მაგრამ მეორეს არა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ და იგივე დაავადება გქონდეს, ხო? ხო, ესეთი. ანუ მოდით თეთრი ხალათი ვისაც ვია ვაცადოთ და გვიმკურნალონ და ვიმეგობროთ ექიმთან და არა სოციალურ ქსელთან და შეიძლება გამკიცხონ, მაგრამ ეს ჩემი აზრია, მოგრძალებული აზრი არის, ესე ვფიქრობ. ხათნა, რა რეკომენდაციას გაუწევთ ისეთ მშობლებს, მაგალითად ხშირ შემთხვევაში რა შეცდომებს უშვებთ, როდესაც მაგალითად მაღალი ტემპერატურა აქვს და მაგალითად ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მაინტერესებს უფრო, ანუ ხშირ შემთხვევაში შხაპის მიღებაზე უარს ამბობენ, უფრო არ გაცივდეს და ფუთავთ ისევ ბავშვს და სახლში ციცხეა და ასე შემდეგ, ანუ აი ამასთან დაკავშირებით რა არის? მშობლებს მიმართა, მაშინ ვეტყვი პირდაპირ და ძალიან მიყვარს მშობლები, იმიტომ რომ ესე ჩვენი ყველაზე უფრო სათუთი ბავშვებზე ზრუნავენ. ეს არ არის გასაკვირი, რომ მათ ჰქონდეთ იგივე ზედმეტი შეკითხვები მეზობელთან, ახლობელთან, რომელმაც ეს ინფექცია, იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველა არ არსებობს, ვინც არ იყოს ავად ამ მიმდინარე ვირუსით. ამიტომ ესეც ბუნებრივია. ჩვენ უბრალოდ იმიტომაც ვართ ამ შემთხვევაში გამოყოფილი და იგივე თეთრი ხალათი და ექიმები, რომელიც სწორად უნდა მივაწოდოთ. ანუ არ უნდა მივცეთ ზედმეტად ინერვიულონ, ზედმეტი პანიკის საშუალება და სწორად დავეხმაროთ და მათაც ვასწავლოთ, როგორ უნდა მართონ და დაეხმარონ თავიანთ შვილებს. ანუ თუ კი ბავშვი არის ავად და უკვე არის ეს გამოხატული სიმპტომები, არ არის საჭირო რომ ზედმეტად ჩავაცვათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კანი არის ის საშუალება, რომლის სუნთქავთ. ეს არის ყველაზე დიდი ორგანო და უნდა მივცეთ საშუალება, რომ კი არ შევფუთოთ და ეს ყელი დახურული რაღაცა ესეთი მსგავსი ოთახი უნდა იყოს განიავებული 22 გრადუსი. მაგ დროს ბავშვი არავითარ შემთხვევაში. არა, პირიქით ამ შემთხვევაში უფრო მეტად მოხდება სწორი სუნთქვა, ნივთიერებათა ცვლა და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ოთახის ტემპერატურა 22 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს სახლში, აუცილებლად განიავებული. ეხლა რაც შეეხება ჩვენი ძირითადი მესიჯი, რომ მივაწოდოთ აი ამ კუთხით, შესაძლებელი არის ტემპერატურის მართვა, აბსოლუტურად თავისუფლად მესმის, ძალიან მესმის, როდესაც აი მივეცი და არ დაუწია და მე არ უნდა, ანუ უმჯობესია რომ მივაწოდოთ სწორად, ეს არის დაახლოებით 0.2-დან 0.5 გრადუსამდე, თუ კი ჩვენ მივახციეთ მიზანს, რომ ჩამოიწია ტემპერატურა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია. ეს არის 6 საათის განმავლობაში, როგორც არის დანიშნულება 6 საათში ერთხელ არის შესაძლებელი ტემპერატურის მართვა და შესაბამისი სიცხის დამწების საშუალებების მიცემა. ანუ არ არის საჭირო იმაზე ნერვიულობა, რომ უფრო უნდა დაუქვეითოთ, დაახლოებით 2 საათში, 4 საათში შეიძლება განმეორებით დოზა მისცენ და ეს იქნება დიდი დანაშაული, რადგან ბავშვი ეს უფრო იმდენად რეაქცია შეიძლება უფრო უარესი მოხდეს. და წინააღმდეგ ჩვენება იყოს. მინდა თქვა ზემოთ, ანუ ისეთ ხათნა რისი თქმა მინდა ეცბოდის შეგაწყვეტნიათ, ანუ შეიძლება არსებობენ ბავშვების ჯგუფები 37 აქვს პირობითად ეხლა ამ წამს და 9 საათი 20 წუთით საკმარისია რომ ავიდეს 40-მდე და ანუ მაგ დროს რა თქმა უნდა საშიში არის ხო და უფრო მეტ წამალს ან დიდი დოზით ვაძლევთ ბავშვს ხო? მაგ დროს შეცდომას უშვებთ? შეცდომას უშვებთ, იმიტომ რომ ბავშვი ჩვენი მიზანი არ არის ტემპერატურის ჩამოწევა. ჩვენი მიზანია რომ ტემპერატურა არ ავიდეს და გართულებასგან დავიცვათ. ანუ თუ კი ის ვაძლევთ და ოდნავ რეაგირება არის, ესე იგი არის ის შედეგი, იმიტომ რომ ვირუსის ვირულენტურობა, იმიტომაც ახასიათებს არის მაღალი ტემპერატურით მიმდინარე.
ამიტომაც ეს არის ორგანიზმის მზაობა, რომ რაღაცა შეიჭრა, რომელსაც უნდა გამოაგდოს ორგანიზმი, ანუ თვითონ ბუნებრივად ხდება იმუნიტეტის ამაღლება, რომ ამ მოერიოს ამ ვირუსს. ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ უნდა დავუწიოთ, უბრალოდ ვეხმარებით, რომ არ მოხდეს ამ ტემპერატურის კიდევ ზევით მატება. 40-ის ტემპერატურა დაუშვათ თუ არის. არ არის, ну შეიძლება როგორი სახით დავეხმაროთ, არანაირად გადამეტება, იმიტომ რომ პოლიპრაგმაზია, პოლიფარმაცია რო არ მოხდეს, მივცეთ როგორც არის დანიშნულება, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე, აი იგივე რაც ვთქვით, რაც ტანისამოსთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ჭარბად სითხის მიღება. ეს არ არის მხოლოდ წყლის მიღება, აი ხო ანუ დედის ფუნქცია უკვე ის არის რომ ეცადოს მაქსიმალურად დაეხმაროს შვილს რომ მიიღოს წყალი. ეხლა რამდენი კითხვები იქნება, ხო იცით? მიდი, მითხარი, იმიტომ რომ მეც მინდა რომ სწორად კი, სწორად რომ წავიყვანოთ კი ბატონო, ანუ თუ არ სვამს, ანუ ყოველ შემთხვევაში პრობლემა, ან ჯერ ის გარემოება, როდესაც ბავშვს აქვს მაღალი სიცხე და ეს არის საშინელება, ხო? დედა იბნევა, ან რაც არ უნდა გამოცდილი იყოს დედა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც ეს დამძრგუნველია და გადართული ხარ შულზე და ანუ გეშინია, ხო, ამ ყველაფრის. თქვენ როგორც ახსენეთ, მაგალითად, წყლის დალევა. წყალს, ну, უარს ამბობს ბავშვი წყალზე. ამ დროს რას ვაკეთებთ? წყლის მიღებას რატომღაც ეძახიან ჩვეულებრივი წყალი, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამკურნალო საშუალება, იმიტომ რომ ეს არის ნივთიერებათა ცვლა, ეს არის სითხე, აი წარმოიდგინეთ, როცა მაღალი ტემპერატურა ორთქლდება კანის საშუალებით, ცხვირიდან ამოსუნთქული ჰაერითაც იკარგება წყალი, ამიტომ შევსება იმ ბალანსის ელექტროლიტური არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის წყლის მიწოდება, თუ კი ბავშვი არ სვავს წყალს და ეს უკვე არის როგორი სიმპტომები, წითელი ალმის სიმპტომები ქვია, ამ შემთხვევაში უკვე ჰოსპიტალიზაცია და მივმართოთ სტაციონარებს, კი ბატონო. გადასხმებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? ანუ მიზანშეწონილია თუ არ არის მიზანშეწონილი, ან მაღალ სიცხეს, როდესაც ჰოსპიტალიზაცია ახსენეთ, აი მაგ დროს თუ გადასხმამდე თუ არის სხვა შანსი რაიმე მკურნალობის? გადასხმა ბინაზე არ არის მისაღები ისედაც, ანუ აქვს სხვა ტიპის ჩარევა, ანუ ეს უკვე სტაციონარული მიმართულება. გადასხმის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც ბავშვი ნახეთ, როგორი სიმპტომებია ამ შემთხვევაში წითელი ალმის, რომელიც ვთქვი, ეს არის თუ კი პატარაა და პამპერსში 6 საათის განმავლობაში არის მშრალი, თუ კი ვერ ყლაპავს, ანუ ვერ იღებს ამ იმას სითხეს, ეს მამას უკვე დედაც ცდილობს, მაგრამ ბავშვი არ იღებს, ნუ ეს უკვე აუცილებელია და შემდეგ უკვე სტაციონარში მოხვედრის შემთხვევაში თვითონ იქ ჩაუტარდება ის მკურნალობა, რომელსაც უკვე იქ გადაწყვეტენ. კი ბატონო. ძალიან საინტერესო, ანუ კვებასთან დაკავშირებით ალბათ ბავშვს როდესაც აქვს სიცხე და მოდუნებულია და არაფრის თავი არ აქვს, რა თქმა უნდა კვებაზეც უარს ამბობს, ხო? ანუ ამ დროს რა რეკომენდაციებს მიცემთ მაგალითად მშობლებს, რომ საკვები იგივე საკვები მივაწოდოთ, რაც ყოველდღიურად იკვებება, თუ რაიმე დავამატოთ დამატებით კვებასთან დაკავშირებით. ნულიდან რა დავიწყოთ აქედან კი. ნულიდან უფრო მარტივია თუ ტყი ზუზუთი კვებაზე ამ შემთხვევაში ეს უკვე სითხის და საკვებსაც წარმოადგენს და ასეთი რეკომენდაცია რომ დამატებით სითხე დასჭირდეს არ სჭირდება ზუზუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს უბრალოდ გახშირებულად უნდა მიეცეს უფრო ხშირად და საინტერესო ის არის რომ ზუსტად როცა სითხე ჭირდება მაშინ წყლის სახით იღებს ბავშვი იგივე ზუზუთი კვებას და როცა უკვე ცოტა უფრო ნოყიერი როცა კვების თიღირებულება აქვს, იმასაც რა თვითონვე ანაწილებს ორგანიზმი, ძალიან საოცრებაა ეს. ეხლა რაც შეეხება დაუშვათ ბავშვები, რომლებიც არის 5 წლამდე, თუ კი მათ არ აქვთ სურვილი, შესაძლებელია ვერ მიიღონ, ანუ გემოვნება არ ქონდათ, შეიძლება ტკივილი ქონდათ პირის ღრუში ან რაღაცა უსია ზოგადად არ გვაქვს, ხო? არც ეს არ არის ისეთი გასაკვირი, იმიტომ რომ ეს არის ნორმა. როდესაც მაქსიმალურად ორგანიზმი ჩართულია ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედებაზე, რომ გამოაგდოს ეს ორგანიზმიდან, ამიტომ საკვების მიღებისკენ თვითონ შეიძლება იყოს ის საჭირო ენერგია გადავიდეს ვირუსის მოქმედებაზე და არა დაუშვათ საკვების მონელებაზე. ამიტომ არ უნდა ამ შემთხვევაში ბავშვს გინდა თუ არა დავსდიოთ იმითი, თუ მიირთმევს, რა თქმა უნდა, არა ჩვეულებრივია. გამიხარდება. კი, თუ არა და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უფრო ესეთი ხილი, მსუბუქი, შეიძლება იყოს შვრიის ფაფის სახით მიეცეს, მაგრამ ცილოვანიც მნიშვნელოვანია თუ შევძლებთ ცოტა მინიმალური რაოდენობით შეიძლება მიეცეს, იმიტომ რომ არ იყოს დაუშვათ ისეთი რომ საერთოდ არ კონდეს საკვები მიღებული. დიახ.
ხათნა ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისევ დავყოთ მაგალითად შეიძლება ვირუსი კონდეს ბავშვს და ჩვეულებრივად ალაგდეს და არაფერი არ დაუტოვოს როგორც ვამბობთ ვირუსმა, მაგრამ არის მეორე მხარეც შეიძლება ხშირ შემთხვევაში გართულებით დასრულდეს, ხო? მკურნალობა რამდენხნიანია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ და ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. მკურნალობის ძირითადი პრინციპი ეს არის სიმპტომური თერაპია და მეორე ეს არის გართულების პრევენცია, ანუ ორი მიმართულებით ვაკეთებთ ამ მკურნალობას. შეიძლება ვთქვათ, რომ საერთოდ თვით ლიმიტირებადი არის ყველა, მაგალითად, ცხვირიდან გამონადენი მიმდინარეობა ძირითადად არის 3-დან 7 დღემდე დაწყებული. ეს არის მინიმალური, შეიძლება ყველაც კონდეს და ეს არის ნორმა. ასევე გახანგრძლივებული ლად არ ითვლება თუ ეს არის კიდე 1 კვირა ან 2 კვირამდე მსუბუქად მიმდინარე და ნახეთ როგორი ის არის პრინციპი, რას უნდა დავაკვირდეთ. თუ ეს ყველა კი არის, მაგრამ სიმპტომები უფრო შემცირებულია, ანუ ჯერადობა შემცირდა თანდათანობით, ესე იგი ის თანდათან ალაგდება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი 3 კვირაზე მეტი არის ეს ხანგრძლივობა, კიდევ რა თქმა უნდა დამატებით უნდა შეფასდეს ექიმის მიერ და მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თვით მკურნალობა, ანტიბიოტიკოთერაპიის ჩართვა, რომელიც ვირუსთან საერთოდ არ არის. გვახასიათებს ეს, ხო? კი, სამწუხაროდ არის და არ ვიცი მე, სადაც აი ხა მინდა რომ ვინც კი ამას მოისმენს, მინდა გადავცე სიამოვნებით, რომ არ არის ეს საშიში ყველაფრის მართვა ტემპერატურის, ანუ დაწევით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით და სითხეებით საკმაოდ ადვილად შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან. და როგორც აღნიშნეთ, პირველად არის 48 საათი, როცა თუ კი სიმპტომები შევნიშნავთ, ძალიან ეფექტურია ვირუსული, ანუ ოსელტამივირის ჩართვა. ეს არის ძირითადი მკურნალობა, რაც არც შეცვლილა, არც არის, რაც არ უნდა შეიცვალოს ვირუსმა სახე, ეს არის სამკურნალო საშუალებები, რომელიც შეგვიძლია ჩვენ, რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ და დავეხმაროთ მოცირკულერე ვირუსთან ბრძოლაში. ანუ მაშინ მეორე სახის რეკომენდაციაზე მინდა ხაზგასმით ვისაუბროთ. რეკომენდაციას გულისხმობ იმას, როგორ უნდა მოუფრთხილდეთ ჩვენს გარშემო მყოფები, ვინც არიან, ანუ იმ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ბავშვები, რომლებიც არიან მაგალითად ვირუსით დაავადებულები, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვირუსით. ანუ სხვის ჯანმრთელობას უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა, პატივი, ხო? იქეთკენ მივყავს საუბარი, რომ არ მივიყვანოთ სკოლაში, არ მივიყვანოთ ბაღში, რომ იქ ძალიან ბევრი ბავშვია და შემდეგ ეს ჯაჭვური რეაქცია სადღაც მაინც რომ გაწყდეს. ანუ პირველი ნიშნები შეიძლება უბრალოდ რაღაცა გამონაყარის სახით კონდეს ბავშვს, რასაც მაგალითად ვერ აღიქვამს მშობელი. ეს არ არის დანაშაული, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მესმის რომ ყველა მშობელი არის ყურადღებიანი, მესმის რომ ყველა მშობელი აკეთებს მაქსიმალურს ბავშვისთვის, ხო? მაგრამ მაინც აქ ამ კუთხით რეკომენდაცია თქვენი რა იქნება, როგორც პედიატრის და ოჯახის ექიმს, რას მოუწოდებთ მშობლებს? მოდით ვთქვათ, რომ ყველა მშობელი აუცილებლად შენიშნავს იმ განსხვავებას, თუ კი ბავშვს აქვს. ანუ თუ კი მას კონტაქტი აქვს ყოველდღიური შვილთან და ეს ჩვეულებრივია, აუცილებლად შენიშნავს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია თქვენი ეს მიმართულება, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ესევე ჩვენი მნიშვნელოვანი ადგილია, ჩვენს ირგვლივ ვინც არის. შეიძლება მე გადავიტანო მარტივად, მაგრამ სხვამ ესევე მარტივად ვერა, ამიტომ გავუფრთხილდეთ იგივე ერთმანეთს, რომ 3-დან 5 დღემდე მაინც არ გავუშვათ ესეთი სიმპტომების მქონე ბავშვი სკოლაში ან ბაღში, დავტოვოთ სახლში, იყოს ესე იზოლაცია, განიავება, რაც უკვე გქონდა ამაზე საუბარი და ამით დავიცავთ მას გართულებისგან და ასევე სხვას დაავადებისგან. თუნდაც ჩვენც რო ვიყოთ მაგალითად ავად, ანუ სახლში ბავშვს როგორ ბაღში სახლში უფრო სწორად ვერ აუვლით ხო გვერდს, მაგრამ მაინც პირბადე უახლეს ისტორიისგან გვაქვს გამოცდილება, რომ რა თქმა უნდა ეს არის ну როგორ არაკომფორტული, მაგრამ ჯობია რომ აი გავიჭიროთ და ეს პირბადე გქონდეს კომუნიკაცია როგორც სამსახურში, ისე ალბათ სახლში ბავშვთან განსაკუთრებით. ну პრევენციის ყველაზე ესეთი სახე არის პირბადის და ხათნა მოუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ თქვენ ამ გადაცემის საშუალებით ის მთავარი მესიჯები მოგვაწოდეთ, რის იცოდნაც აუცილებელია, ვინც იცოდა გადავიმეორეთ და ძალიან კარგი იყო. ხათნა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. კარგად ვთანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს პედიატრი, ოჯახის ექიმი ხათუნა მორჩილაძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახავ და მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გვებშდებით.